მსხვერპლს ურაცხყოფავთ რა და რატომ შეიცვალა მაშინ? ბოლოდინები მიშა გეთანხმები მართლაც გაუმართლებლად მაღალი იყო და ექსპერტებიც იმ თავითვე ამბობდნენ, რომ იმედგაცრუება გარდაუვალი იქნებოდა, რაც ახლა უკვე სახეზეა და IPM-ის ბოლო კვლევას თუ შევხედავთ, შარშანდელთან შედარებით წელს 17%-ით შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ეკონომიკა უმჯობესდება და 16%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უბრალოდ გაჩერდა. ასევე საყურადღებოა, რომ სიღარიბის დასაძლევად მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა წელს 71%-მდე გაიზარდა, შარშან 53% იყო. ხოლო ამ კუთხით მთავრობით კმაყოფილოთა რაოდენობა 17%-ით შემცირდა და 21% გახდა. ერთადერთი პოზიტივი, რასაც კვლევა აჩვენებს, ის არის, რომ წელს 5%-ით მეტი ადამიანი თავს უფრო მეტად თავისუფლად გრძნობს, თუმცა მკვლევარების აზრით ეს ნეგატიურ საომხმარებლო განწყობას ვერ დააბალანსებს. ადამიანი იმიტომ რომ არის თავისუფალი ვერ იქნება დასაქმებული, ვერ იქნება ვთქვათ ხელფასი მხოლოდ იმიტომ რომ არის თავისუფალი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამან შეიძლება უბრალოდ ზოგადი ემოციური ფონი გააუმჯობესოს ქვეყანაში. და მეორე საკითხია რა მოელის მომხმარებელს, თუ კი ექსპერტთა პროგნოზის შესაბამისად ეკონომიკური ვითარება წლის ბოლომდე კიდევ გააუარეს და გაეროს კვლევის თანახმად ასეთი სცენარისთვის მოსახლეობა უბრალოდ მზად არ არის და ვერც გადაიტანს, მიზეზები კი აი ესე გამოიყურება გაეროს კვლევის თანახმად მოსახლეობის 36% საარსებო მინიმუმს ქვევით ცხოვრობს, 71%-ს არანაირი დანაზოგი არ აქვს, 22%-ს ვალიადებს, ხოლო სტაბილური შემოსავალი პენსიის ან ხელფასის სახით ასევე მხოლოდ 22%-ს აქვს. უფრო მეტიც იმის გამო, რომ ფული არ აქვს, მოსახლეობის 54% ავადმყოფობის შემთხვევაში ექიმთან ვერ მიდის. ხოლო იმის გამო, რომ სტომატოლოგია კიდევ უფრო ძვირია, კბილის დაავადების შემთხვევაში 87% უფულობის მიზეზით ექიმთან ვერ მიდის. გაეროს თბილისის ოფისში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარების გავარესების შემთხვევაში მოსახლეობის 70%-ზე მეტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ ამ მოსახლეობის ცხოვრებაში მოხდა რაიმე უარყოფითი ზეგავლენა, შეიძლება იყოს ოჯახის შიგნით ან ოჯახის გარეთ. მაგალითად, ოჯახმა დაკარგა სამსახური ან მოხდა რაიმე ბუნებრივი კატასტროფა, მოსახლეობის 70%-ს ძალიან გაუჭირდება ასეთი ტიპის ზემოქმედების ფიზიკური გადარჩენა, თუ ამაზეა საუბარი, თუ გაუჭირდება ძალიან გადალახვა დამოუკიდებლად ასეთი ტიპის ზემოქმედების. რა უნდა გაკეთდეს, ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დააფინანსოს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ეკონომიკაშიც ფული გაჩნდეს. თუმცა პრემიერ-მინისტრი ამას არ ეთანხმება. ამგვარი კრიზისული სიტუაციების გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს. ერთი ის, რომ მართლაც აქტიურად შეძლოს ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და მეორე იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში ამგვარი რესურსები შეზღუდულია, აუცილებლად სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის განხორციელება, მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა კიდე იყოს ამ სიტუაციის გადარჩენის ერთ-ერთი გზა. ის რომ სახელმწიფომ უნდა აშენოს ძირითადად ამით უნდა მივახციოთ ეკონომიკური ზრდა, ეს არის აბსოლუტური დაბნეულება და სააკაშვილის მსგავსმა კაცმა შეიძლება ელაპარაკოს ამაზე. ეკონომიკა უნდა ბიზნესმა ააყვავოს და ბიზნესმა უნდა ააღაზევოს და არა ხელისუფლების მიერ ჩადებულმა და გაწეულმა მშენებლობებმა, რომ ის უკეთებდა კოორდინაციას და აიძულებდა ბიზნესმენებს სად რა უნდა აეშენებინათ და ის კარნახობდა. აი ესეთი ამიშე მოკლედ ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება და საკითხები. დიდი მადლობა აკაკი, ეს იყო აკაკი გოგიჩაიშვილი ბიზნეს კურიერის სტუდიიდან. უკიდურესი სოციალური მდგომარეობა უწყლოდ და გზების გარეშე დარჩენილი სოფელი. ასეთია თეთრი წყაროს რაიონში სოფელი სამღერეთი. 300 კომბლიან დასახლებაში თითქმის ყველა ეთნიკური წარმომადგენლობის ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებიც. მძიმე სოციალური პირობები აქ ყველას ერთნაირად აწუხებს. თამთა დოლენჯაშვილი იყო დღეს სოფელ სამღერეთში. სულები იყვნენ, შეგვამოწმეს, სურათებიც გადაიღებს რაღაცა, მაგრამ ასე თქვეს, არა გვაქვს ბიუჯეტში თანხაო და რემონტსაც არ ექვემდებარება. სახლი, რომელიც რემონტს არ ექვემდებარება, სამღერეთში კახაძეების ოჯახს ეკუთვნის. ეკომიგრანტები აჭარიდან თეთრი წყაროს რაიონში 10 წლის წინ ჩამოასახლეს. მარტში მომხდარი სტიქიის შემდეგ კახაძეების ისედაც ავარიულ სახლში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. სახურავზე მომცეს თითქმის იმედი, რომ დაგეხმარებითო, მაგრამ ჯერ არავინ აღარ ჩანს, არაფერი აღარ ისმის. ეკომიგრანტების მსგავსად ანალოგიური პრობლემა ადგილობრივ აზერბაიჯანელებსაც აქვთ. ვალიევები საცხოვრებელ ორ ოთახს გადაჭრილი ბოძებით ამაგრებენ. სტუმარა მოზის ცხენესად უნდა დავაძინოთ, ადგილი არ გვაქვს. გრიში არის კატეხილი. და 2-3 წელი ასე ვწვალობთ.
სამღერეთში განსხვავებული ეთნოსის მქონე 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობა სოფელში ყოველწლიურად მზარდია. ადგილობრივებისათვის ერთადერთი და ისიც ქართულენოვანი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. საბავშვო-ბაღი სამღერეთში არ არის. მე თვითონ პატარასველოდები ვარ სტუდენტი და ჩემთვისაც ხელმისაწვდომი იქნება თუ იქნება ბაღი, რომ პატარაში ვიყვანო და მე თვითონ რამეს მივხედო. ბავშვების გაზრდის შემდეგ სოფელში საბავშვო ეტლის სხვა ფუნქციას იძენს. სასმელი და სარწყავი წყალი სამღერეთში წლებია პრობლემად რჩება. კალისენგ ჯურჩკა, ანჯველო პერუმენგ.